შახარაძიშვილია. სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქრონიკასთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია მუშაობს. ხელი ხაზი და შექმნილია მონიტორთა სპეციალური ჯგუფიც, რომელიც ხარვეზების არსებობის შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. ახალი სადაზღვევო პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდა დაზღვეულთა კატეგორიაში არიან ასაკით პენსიონერები 0-დან 5 წლამდე ბავშვები. სტუდენტები და 18 წლამდე ასე კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. დაზღვეულთა რაოდენობამ საქართველოში 2.400.000 ადამიანს მიაღწია. როდესაც დაზღვეულები მივლენ პოლიკლინიკებში, მათ ჭირდებათ პირადობის მოწმობა და დაზღვევის პოლისი რომ წარადგინონ, თუმცა გვაქვს შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევები, როდესაც პენსიონერმა ივლისში ან აგვისტოში არ მიაკითხა Liberty Bank-ს და შესაბამისად მას არ აქვს ხელთ პოლისი, მაგრამ ჩვენ ამისათვის მზადა ვართ, რომ ადგილზე სამედიცინო დაწესებულებაში ამოუბეჭროთ დაზღვევის პოლისი. შესაბამისად ისინი მიიღებენ მომსახურებას, სისტემა სრულად მზად არის. თითოეულ კომპანიას აქვს თავისი ცხელი ხაზი, როგორც წესი დაზღვეულები რეკავენ ცხელ ხაზზე და არკვევენ რომელ დღეს შეუძლია ოჯახის ექიმმა მიიღოს, როდის არის თავისუფალი.